Это видео для Отара Кушаншвили. Дорогой Отар, или как ты сейчас там называешь, Тарик, я хочу тебе сказать, что ты хуй. Ты просто хуй. Ты позор нации. И вот я хочу вот тебе сказать, что когда ты там сидишь, у себя в Москве, там махаешь там темечками, вот тут в Грузии ваши пидорасты солдаты и мародеры там людей убивают, насилуют и крадут все у них. Я хочу тебе сказать, прежде чем ты приедешь в Тбилиси, хорошенько подумай об этом. Потому что, ну, конечно, тебя тут никто не убьет, мы не русские, мы не скинхеды, мы не эти дебилы там московские. Просто когда ты скажешь кому-нибудь, например, Камарджоба, вот тебе в ответ будут говорить, что они ты тасшевецы. Или, например, когда ты будешь спрашивать у кого-нибудь Согораха, тебе будет ответ: иди нахуй, Атарик. Вот сейчас хочу по-грузински поговорить, ну не по-русски, там услышали там ребята русские, как мы о тебе думаем. Сейчас по-грузински хочу тебе пару речи сказать. Отар, მაგარი ყლეხა შეუბედო. და მან ტრაკის მიცემა როგორც გამართული შენ მაგდე გამოწყენილ პუტანკა კანდელაკს და კიდე იმ გამოსირებულ პიდარას სვანიძეს და ქართველების და რუსების მეგობრობაზე რომ საუბრობთ თქვენი დედებს შევეცი მე. ცოტა უარ დაატანეთ რა. საკუთარი კეთილდღეობის გამო ყველაფერი როგორ უნდა ფეხებზე დაიკიდოთ, თქვენი დედები მოწყენ ეს ყველას თქვი განდონებო თქვენ. თქვენ ხართ მართლა სასიცხვილო ქართველებისთვის. აი სხვა სიტყვები, ეხლა აქ შეიძლებოდა მე რაღაც იქ ნორმალურად ელაპარაკა და ამიხსნა თქვენთვის და როგორ არის, მაგრამ ყლეები ხართ. ამდენს თუ ვერ ხვდებით თქვენ თვითონ რა ხდება, მაშინ არ არის თქვენთან ნორმალური საუბარი, თქვენ ხართ ყლეები და თქვენი დედებს შევეცინი. სულ ყველას, ვინც ხართ მოსკოვში და ვინც ამართლებთ რუსების საქციელს, ყველას მოგითხრათ გამზრდელი დედის ძვლები. თქვენ ხართ ბოზები. თქვენ უნდა გადაიკეთოთ გვარები რუსულად, ხო, აი ნაქართველარები რო ერქვათ ადრე, ხო, აი ისეთები უნდა გახდეთ, მაგრამ ნაქართველარები კი არა, ნაბოზრები ხართ, თქვენი დედებს შევეცინე და თქვენი მოდგმა მოყანე საერთოდ, თქვენ პიდარასტები თქვენ. ფულებს რო აფრიალეთ, მაგ შენი დედა შევეცინე, აქ ხალხი რო შიმშილი წყდება, სახლებიდან რო არიან გამოყრილები, გადმოურიცე ეგ ფული და ხალხს დაეხმარე შეგამდონო შენ. პიდარასტებო თქვენი დედები მოყანე. თბილისში ჩამოთესლებული არ დაგინახოთ არც ერთი თქვენი დედა შევეცინე. თქვენ ხარ გვინდათ იმას იმას დაგიწყებთ ან რაღაცას. პროსტა აი როცა გამარჯვებას ეთქვით ვიღაცას, დაგიწყებენ დინებას. აი მაგდროულად რო გამარჯვება ხალხო, გეტყვიან ოთარ შენი დედა შევეცინე. ან როცა ხალხო როგორ ახარ, გეტყვიან იდი ნახვი შეხლეო. ან რაღაც ეგეც. ეს რამე მინდა გითხრა, რომ პროსტა მაგარი ყალე ხარ ამ ხელაკაცი და თუ მაგდეს რო ხვდები, მაგრად მეწოდები პროსტა, მაგრამ ვიცი რომ ხვდები და პროსტა ეს ჟანაფრესკეს უყვარვარო და ფულებს რო ატყიალეთ, მაგის გულები ტრას რო იძლევთ და პირში რო იღებთ, მაგრამ თქვენ ეს თესლების, კანდელაკის, სვანიძე, შენ კიდე გამოყალევებული რო ხარ. დანარჩენები კიდე ვინც არიან, განცხადებებზე რო აქვეყნებენ თურმე როგორი აგრესორია სააკაშვილი. ვიტყვა სააკაშვილიძე კი არ არის ბაზარი, თქვენ ყლეებო თქვენ. აქ არის რუსების საქციელი და თქვენი დედა შევეცინე, რამდენი რუსული ტყიაც გავარდა საქართველოში, იმდენჯერ თქვენი დედები მოწყან ეს ყველასი. თქვენ ახლა ბოზები, თქვენ ახლა მოღალატეები და თქვენი დედებს შევეცი. პიდარასტებო, ბოზებო, თესლებო და ათასო ყლეობებო კიდე, იმიტომ რომ აღარ მინდა ეხლა ჩამოთვლა, იმიტომ რომ მიზარება. თქვენზე დროის ხარ და ნამდვილად არის. მაგარი ყლეები ხართ, მინდა რეზუმირება გაუკეთო ამ ყველაფერს და მეწოდებით უბრალოდ. მაგრამ ნუ ხა რას ვიზავთ. ტრაკის მიცემას თავს თუ დაანებებს და ნორმალურად დაიწყებთ მოქცევას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თუ არა და თქვენი დედებიც მოწყან, ან სადაც ახართ და როგორ ახართ. ბო
თქვენ წოვეთ სერგო ორჯონიკიძის გახსნილი ყლე, იმიტომ რომ მეტი რუსები არ ახართ. თქვენი დედა შევეცი მე, სულ ყველასი. ვინც რუსებს ამარ, ყველა იმ ქართველის დედა მოწყან, ვინც რუსებს გაამართლებს. თქვენი დედა შევეცი, პაგალოვნად სულ ყველასი. თქვენ ბოზებო. всё, დავამთავრე.